მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას. ჩვენ ბობოქარ ხანაში ვცხოვრობთ. გუშინ გავიგე თუ გუშინ წინ უბრალოდ გავიგე რომ მოაწერა ხელი უბრალოდ ნახე როგორ მოაწერა ხელი ტრამპმა კენედის 1, კენედი 2-ის, 2 კენედი მოკლეს იცით. და მე მგონი მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის დეტალების განსაიდუმლოებას. ანუ ძალიან მალე გავიგებთ ვინ მოკლა კენედი, იმიტომ რომ ეს ძალიან ცნობილი ამბავი იყო. დიდი ამბავი მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეკოდ გვესმის ჩვენ. ოღონდ ჩვენამდე კონკრეტული არ მოსულა არაფერი, გარდა იმისა, რომ შეიძლება ეხლა მალე, არ მგონი ეს მალე მოხდეს, მაგრამ რაღაც ეტაპზე გაუჭირდებათ NGO-ს სასწავს, იმიტომ რომ ამერიკამ 90 დღით შეაჩერა NGO-ს დაფინანსება. ხო, ნუ ამასობაში ჩვენ უყურებთ სამარცხვინო ვოიას, სამარცხვინო ქალის, რომელიც აი როგორც პოპსტარს რო ეტენება ვიღაცა ბავშვი, შორიდან რომ მასთან ერთად სურათის გადაღებას იღებს, ისე ეტენებოდა ტრამპს და ინაუგურაციაში აი კუმფეხი გამოყო პენალი დამარცხებინა თუ დაახლოებით ეგეთი გაყო ფეხი, მარაკაში გაერია და ვერ გაერია, რა თქმა უნდა, მერანაირ მარაკაში. საქართველოში პროტესტი დეგრადირდება კლოუნადამდე, შენ კარგი სტატუსი გქონდა, ვინ არიან პროტესტის მომხრენი, ინფანტილიზმით შეპყრობილი ადამიანები, ბავშვები, დიდი ბავშვები, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი აი ამ პროტესტებისა. ბავშვი რა არის, მას გონია რომ მის წარმოსახვაში რაც არის ხოლმე ის არის სოფლიო და მას შეუძლია რომ ბოროტება ან უცხული დაამარცხოს ერთი თითის დაქნები და დაახლოებით დოისაც აი ესეთი პირი დოი გონია რომ რახან კასპში შენ ხარ ჩემი ბატონი ან წნორში ან ჩოროწყუში ჩაატარებს დაუშვათ რაღაცა გასვლით ერთი ადგილის თამაშს ჩვენ ჩამოიქცევით ზოგადად გასვლით ღონისძიებებზე მინდა გითხრათ რომ თუ გახსოვთ და დამეთანხმებით როცა ოპოზიცია ვერაფერს ვერ აღწევდა მიტინგებით თუ სხვა აქტივობებით რეგიონებში უნდა გავიდეთო იძახდა ეს მიშას რო ებრძოდა ჯერ კიდევ იმ ოპოზიციის დროს მოხდა სანამ ბიზინა ივანიშვილი ჩაერთვებოდა იცით რომ აი ხა რეგიონებში გავდივარ და ასე შემდეგ ეს იყო მაშველი რგოლი ასე ვთქვათ ასეთი ოპოზიციის რომ ბოლომდე სახე დაკარგული არ აღმოჩენილიყო და ესეთი რაღაცა მოხდა დავიწყოთ შეფასება როგორც მიმდინარე ისე მომავალი ამბების როდის დაეტყობა ჩვენს ქვეყანას ტრამპის მსახურალი ხელი დადებითად იცი რა შალო პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ ბიუროკრატიას აქვს თავისი ლოგიკა ანუ რაც ნიშნავს იმას რომ ჯერ ამერიკაში რაღაცები გადაეწყობა მაგას საჭირდება დრო და ჩვენთან ეკო ცოტა დაგვიანებით ჩამოვაღწევს რაც ნიშნავს იმას რომ აქაურ ოპოზიციას ისეთ წყვიანები არ არიან ცოტა უფრო მეტი დაჭირდებათ რომ თლად ბოლომდე მიხვდნენ იქ რა ხდება ანუ ამის მაგალითია რომ ოდესაც მაგალითად ოპოზიციონერებს ეკითხებიან რამდენი სქესია ისეთი შიშნარები თვალები დამბობენ რაღაც იგიჟეებს რომ აი გულიაგერი ვარ შეხედო გაგაწყვეტილებ კითხეს ნიკუტა გვარამიას და სქესი 2-ო და გენდერია ბევრიო და ნიშნის მოგებით გვიწყდა გაუნათლებლებოდა დაეჯახა ტრამპის კონკრეტული გადაწყვეტილება ტრამპმა იცოდა რომ ესეთი ნიკუტასნაირი ვირთხები მანევრებს დაიწყებდნენ და კუძზე ფეხი დააბიჯდა და დააკონკრეტარა რომ გენდერია ჩემ ფეხები აღარ იხმაროთ ეგ სიტყვაო მართლია მაგრამ გუშინდელ მე ძალიან მინდა თქვა რომ გუშინდელ აქციაზე რომელიც მოაწყეს და ანუ სიმართლე გითხრა ანუ დიდხანს არ მიყურებია რა ანუ მეგობრებთან ერთად ვიყავით კარგ ადგილას და ანუ პერიოდულად რომ ამომივარდებოდა ხოლმე ნახულობდი და მქონდა აი რა შეგრძნება მქონდა იცი რომ ყველა ნახვაზე მცხვენოდა არ ვიცით რომ მცხვენოდა რომ მე მცხვენოდა მათ ნაცვლად ეს მაინტერესებს თქვენს თუ ეგეთი რეაქცია ქონდათ იმიტომ რომ რა იცი საქართველოში არის ერთი ძალიან ისეთ ცოტა უცნაური წარმოდგენა რა ჩვენთან რატომღაც თეატრალები თვლიან რომ ისევ საბჭოთა კავშირია და ისევ მათ აზრს რაღაცა მნიშვნელობა გააჩნია. ოღონდ რომელი საბჭოთა კავშირი? ცი გვიანდელი საბჭოთა კავშირი, დაშლის პირას. როდესაც შენ შეიძლება ყოფილიყავი ძალიან მაღალი თანამდებობის პირ და თან ვითომ დისიდენტი რა, რაღაცა ისეთ აი, იმიტომ რომ იაკოვლევი იყო ეგეთი ადამიანი. ბევრი იყო რა, ბევრი იყო. როგორ მახსოვს? ბევრი არც არ ჩამოვთვლი, ანუ ეს იყო რაღაცა აი საბჭოური სიგიჟეა სიამოვნებაში, როდესაც ხალხს გონიათ რომ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს მათი დისიდენტობა.
რაც ცოტა არ იყოს სისულელია და ნორმალურ ქვეყნებში, კაპიტალისტურ ეკონომიკებში მსგავსი რაღაცეები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ქართველ ასე ვთქვათ თეატრალებს საიდუმლოს გავანდობ რა, რომ მათი ეს პროტესტი რეალურად არაფერს არ მოიტანს რა. კი ბატონო. ჯერერთი არ გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას, თუ არ გააუარესებს. იმიტომ რომ გაუარესება რამდენად არის შესაძლებელი? ხო, ეგ ძართო, მაგრამ შავ რა იცი. მეტი სადღაც გაუარესება. ანუ ქართული ოპოზიცია ძალიან გავს აი ოჯახებს, სადაც ქმარი ცემს ცოლს. და ეს ცოლი რომ მუდმივად იმედი აქვს, რომ აი ახლა მაინც შეიცვლება, აი რაღაცა მოხდება რა, რომ ხვალ გამოსწორდება. ქუჩაში გავა, იმიტომ რომ ახლა შევხედოთ რა, ძალიან მარტივად რა შევხედოთ რა. დღევანდელი ოპოზიციაში ვინც არის, იმ ხალხმა ჩვენ უკვე გვაჩვენეს რა შეუძლიათ. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს იმას ეწინააღმდეგებიან, რასაც თითქოს ჩვენი ოპოზიცია ითხოვს. აბსოლუტურად ყველაფერს. ოღონდ ჩვენ გვაქვს რომ რატომღაც ეხლა მიშა რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ვარ სიტყვის ყველაფერი იმაზე, რითვისაც უნდა ტიპს ხელისუფლებაში მოსვლა. პირველ რიგში აი შენი სტატუსით რო გაშალო, კარგად არ იქნებოდა ცუდ. ხო, ნუ ძირითადად ის დავწერე ჩემ სტატუსში, თუ ვინ არ შეუერთდებოდა აქციას და არც უერთდება. ესენი რა თქმა უნდა კონსერვატორები, იმიტომ რომ აქცია ანტიკონსერვატიულია, რა თქმა უნდა ის ხალხი, რომელიც სუვერენიტეტს უჭერს ხარს, იმიტომ რომ აქცია ანტისუვერენული, ანუ რა, სუვერენიტეტის საწინააღმდეგო არის პრინციპში. მე ვიტყვი ისე რა ქვია, თვითკოლონიზაციური აქციაა. ამერიკის დროშები რო ფრიალებს და ასევე საქართველოს დროშა რო უმცირესობაშია ეგა. ასევე თუ ძალიან მარტივი ვისაც თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი აზროვნება უნდა და არ უნდა რაღაცა დასავლეთი როგორც რელიგია და ენჯეოკრატია და ასე შემდეგ დოგმატური აზროვნება ვისაც არ უნდა, ხო? ჩვენ ხო ნახეთ ახლა ეს ბაბლების ხასიათი. ხასიათია რა ყველაზე მთავარი, აგვარი იდეას არ უნდა მითხრა. ხო, ეს ხასიათია მთავარი. მე ვხედავ რომ ეს ჯგუფები პატარა განსხვავებული აზრი თუ გაქვს, ისე იგი სოციალურ სივრცეში ჯერჯერობით. თუმცა არა მარტო სოციალურ სივრცეში მიდიან რაღაცა რა ტერორს ახდენენ. ანუ იმ პირობებში, როდესაც მათ არ ყავთ ძალოვანი სტრუქტურები, ისინი ახდენენ ადამიანების გარკვეულ დატერორებას, ფსიქოლოგიურ დატერორებას, ეს არის ტერორის ერთ-ერთი ფორმა. შესაბამისად ეს არის რაღაც სექტა. ასევე იმასაც ვიტყვის, რომ ის ლიბერალები, რომლებიც სააკაშვილის დროს თვითონ დაზარალდნენ, ზომიერი ლიბერალები, რომლებიც მართალია შეიძლება რაღაც იდეები მოწონდეთ მათი, მაგრამ შეში ოხერია მეთქი დავწერეთ და არ ემხრობიან. ეგეთი არიან ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ეს არის რაღაც ინფანტილიზმი და რასთავარი აი კულტურაში, მათ კულტურაში, როგორც ყველა სექტანტურ კულტურაში არ არსებობს თვითირონია. იცი რა, როდესაც შენ ხარ მსახიობი ან რეჟისორი, რაღაცნაირად ირონია უნდა გაგაჩნდეს, თვითირონიაც რა. როგორც აქვს რობერტ სტურუას. იმიტომ რომ რობერტ სტურუასთან გაგაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ძალიან მინდა რომ ეს თქვა, წამყვანის უფლებით ვისარგებლებ. როცა მივედი და ვეუბნები რობერტ სტურუას, მე ვეუბნები. მე ვინა ვარ, მე რობერტ სტურუასთან შედარებით, მით უმეტეს თეატრია საუბარი. თეატრი არ მევასება, ბანზობა არ მithქვია, არ მევასება თეატრი და არც მეო. ხები? ანუ ხომ მომიგო. ხვალ კი არ დაგიწყო მორალური. არა, არც მე არ მომწონსო, ანუ ხდები? გამანადგურა რა. სხვანაირად არ შეიძლებოდა რომ თეატრზე რომ რობერტ სტურუას ელაპარაკები, აი არც მე არ მევასება, კაცო პრობლემა. ანუ თვითირონიის რამხელა ისა მარაგი ადამიანს. ხო და ეგ იცი ინფანტილიზმთანაა პირდაპირ კავშირში რატომ? ხო, ინფანტილიზმი გარდა იმისა, რომ რაღაც წარმოსახვეთია და ეგ გონიათ რომ რაღაც ზღაპრულია. ინფანტილიზმის თავი დამახასიათებელი არის ის, რომ ინფანტილურ ადამიანში, ზოგადად ინფანტილურ დონეზე ადამიანში, ყველას გვაქვს გამოვლილი, ჩვენ რა ცხოვრების რაღაც ნაწილი ბავშვები ვიყავით, ეგ არსებობს მხოლოდ მე და მეს განცდა. სხვა აი ეგეთ სამყარო, კი. სხვა შემოდის გვიან, დასთან ერთად შემოდის. და ამ ადამიანებში სხვა არაა შემოსული, იმიტომ რომ ისინი, როდესაც სხვა შემოდის, შენ ხვდები, რომ შენ სამყაროს ცენტრი არ ახარ. ეგო მცირდება. ხო, ეგო მცირდება, ეგოცენტრული აღარ ახარ ისეთი და ხვდები რა, რომ შენი რაღაც სურვილების გარდა, შვედი წარმოდგენების გარდა არსებობს სხვა ძალები.
უამრავი ჯერცეთ უამრავი შენაერი ადამიანი რომელსაც საკუთარი წარმოდგენა აქვს და საკუთარი გემონება აქვს და ძალები და არსებობს რაღაცა ობიექტური რაღაც მოცემულობები რეალობები რომელსაც ვერანაირი შენი სურვილი ვერ შეცვლის რაც არ უნდა გინდოდეს რა არც ის ძალები რომელიც შენ აღემატება ადამიანი არ არის ის რომელიც ყველაფერს მართავს ადამიანი რაღაც ბედისწერის გინდა ბედისწერა და არ გინდა რაღაცა მოცემულობა ის იმისგან იმართება და ეს ადამიანები იცით რა არის მე ყველაზე მეტად მიკურს მაინც აი მსახიობებისგან რეჟისორებისგან მსახიობებისგან არ მიკურს რატომ მიკურს იცით რა არის რეჟისორებისგან თვითონ ამ კულტურაში თეატრის კულტურაში უნდა იყოს ჯერცეთი ეგეთი ჟანრი კომედია როდესაც კომედიური ჟანრს შენ აკეთებ ხო როდესაც ქმნი კომედიური ჟანრს შენ ხვდ აი ეს ირონიული ელემენტი ჭარბათა გაქვს შენ უნდა კონდეს მე კავენში კი ვარ და შენ არ იცი რა რთულია წამყვანებად და კავენშიკებად ან შუტკის მთქმელებად მსახიობთან მუშაობა მსახიობი ვერ ამბობს შუტკას ანუ ხუმრობა ხო მაღალი ინტელექტუალური პროდუქტია ედაგივე ანეკდოტი შეიძლება მოყვას ერთმა და მე მოყვას მეორემ და ერთი საერთოდ რა გიცნობს მეორეზე მოკდეს არ აქვს ვერ ხვდებიან რა არის მასში სად არის იუმორი აი შუტკაში იუმორი რა აქცენტი უნდა გააკეთო ვერ ხვდებიან არ აქვს ეს დაზეპირება რეჟისორის მიხედვით თამაში აქვს და თვითონ რომ მიხვდეს რომ აი აქ შუტკა სად არის ეს არ აქვს ეს რა არის აქ საინტერესო ანუ მე ჩემ პოდკასტში ვთქვი მაგრამ აქ მინდა გავიმეორო ესე იგი ზოგადად ირონიის ფუნქცია იყო ის რომ რაღაც საზოგადოებაში არის ზიზღი რა და ეს ზიზღი ისე გაანეიტრალო გადაიყვანო სხვა სფეროში რომ აი მაგალითად აი იგივე შენ შეგადარებდი თანამედროვე მოვლენას აი მაგის შეონაძის პერიოდში ხო არსებობდა დარდუბალა არსებობდა 105 ასე შემდეგ რომელიც სისტემას აი კი არ აგინებდა დავცინოთ ხო იყო და ეს იყო რაღაცა რეფლექსია სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე დღეს ახლა ადამიანები გამოდიან სიმღერები არის ოცნების წერებს აგინებენ და ასე შემდეგ ანუ ინსტრუმენტი ირონიის ინსტრუმენტი ადამიანებს არ დარჩა სუბლიმაციის მექანიზმი თეატრალებს არ დარჩა თეატრალებს ეგ ამთავრ რომელსაც ევალება თუ დარჩეს ეს შესაბამისად როდესაც ეს ინსტრუმენტი არ რჩება რა რჩება უნდა აგინო უნდა ჩაუფურთხო ანუ სხვა რაღაცა ინსტრუმენტი როდესაც არ რჩება ვერ დასცინი და იმისთვის რომ შენი დაცინვა იყოს თან ხომ არის დაცვის რაღაცა ფორმებია რა კარიკატურას დაცინვაა და შეიძლება რაღაც ცუდი ბოროტი დაცინვას დაცინვა იყოს მაგრამ ორი სხვა რაღაცაა ხო შენ როდესაც არ აქვს რეფლექსია იმ პოლიტიკურ მოვლენებზე და ზოგადად სოციალურ მოვლენებზე რაც მიმდინარეობს სოფლიოში შენ ვერ შექმნი ესეთი ირონიას ვერ იდიოტი თუ ხარ მოდი ესე ვთქვა ინფანტილური ბავშვი თუ ხარ იდიოტი თუ აი მაგალითად აი იგივე შენი ის იყო არტი იყო სტაბილურობაზე შეურაცხყოფის პერიოდში ხო აი აირჩიათ ოცნების რომელიღაც გამონათქვამი და აი ესე გააშარჟებინათ ვერ გააკეთეს ადამიანები არა მაგას ცდილობდნენ ომზე და მშვიდობაზე შეგედავები და არ გამოუვიდა არ მახსოვს არა შარჟი არა და არტი არა მაგრამ აი თვითონ არა როგორ არის გაშარჟებებს ხო აკეთებენ წინასაარჩევნო და რაღაცა შეიძლება უყიჩოთ მაგრამ აი ისევ ინფანტილიზმიდან გავაგზავნებ ნუ კენ რაც აღწერა ეს არის რაღაც აზრით ხადია ეს ახასიათო და სწორი უბრალოდ ეს მაინც თითქოს რაღაცა უნებელი ინფანტილიზმია, მაგრამ ეს არის მათი ერთი მხარე. ახასიათო მავნებლური ინფანტილიზმი, ანუ საშიში, აი იგივე ბავშვის ქმედება. ბოროტი ბავშვი რომ რაღაცას ჩადის. ან ბოროტი, აი ინფანტილიზმი, რომელიც რაღაცას აკეთებს, თქვა როზეტში უნდა თითის შეყოფა და მშობელი მორბის და ეუნება რომ არ ხნა, თორე გაგანათებს ეს. ან ფენი რომ უნდა ჩააგდოს, როცა აბაზანას იღებს დედა. ეგეთ კეთება არ შეიძლება. კი, არ გააკეთოთ სახლში. ასევე რასა უნდა გააკეთოთ ომში არ ჩაერთოთ იმის გამო რომ გონიათ რომ ნატოში შეგიყვანენ ვიღაცეები მაგალითად ამათ ხო უნდა და ჩვენი ომში ჩართვა ეს არის დაახლოებით იგივე ანუ ის როზეთში თითის შეყოფა უნდა და ამებს დღეს წავიკითხე რომ უკრაინა იგებსო არიან ეგეთი ადამიანები ხო ანუ ეგ არის აი ეგ ვინც მაგას ეს ეგ არის ის ბავშვი ვინც როზეთში უნდა თითის შეყოფა და ზელენსკი ამბობს რომ მეო მომატყუესო რომ წააქეზეს მურია შეაჭამეს გელსაო აი ეს დაემართა მე თვითონ ამბობს რომ მოგვატყუეს ნატო დაგვიდნენ და დედა გვაქვს რეალურად ანუ ჩვენი საზოგადოება აი ბოლოს 3 წელიწადში რომ წარმოგიდგენთ იყო შვილის რომელიც შედგუდა როზეთში თითი შეყოს და შობლის ურთიერთობა რომელიც მირბის და არ ქნა არ დაუღუპო ამორის ურთიერთობა და ვერც მიუშვებდა აი მოდი ახლა აი ზელენსკიზე ვთქვათ ხო აი არის არისტოტელეს ცნობილი გამონათქვამი რომ ესე იგი ბრძენი სწავლობს ხვის შეცდომებზე ჭკვიანი
ჭკვიანი თავის შეცდომით და სულელი ვერ სწავლობ. ქართულმა საზოგადოების უმრავლესობამ არის ბრძენი მათ შორის, იმიტომ რომ ისწავლო ამ შემთხვევაში უკრაინის შეცდომაზე, ჭკვიანი, იმიტომ თავის შეცდომაზე ისწავლო, მაგრამ აი ეს სეგმენტი არის სულელი, მაგრამ მაგათ შორის არის მაღუთიანები არიან, არა. რომელსაც უნდა რომ დაგუპოს. არა, მე მგონი პროსტა სულელები არიან. ფულგადახდილი ტიპებიც არიან. არა, ეგეთები არიან ცხადია, მაგრამ არიან სულელები და პლუს ისეთი სულელები, რომელსაც უნდათ რომ ანუ ეს ჭკვიანები და ბრძენები ჩაითრიოს სიგიჟეში. აი ეს რა სიტყვი. ორი სიტყვით სახიობების აქტივობას და პერფორმანსებს რო შევეძლო. ხელოვანების ჩვენ ესე მოიხსენიეთ. კი ბატონო, იყოს ხელოვანები. რა ის ხელოვანები არიან? ჩვენ რა ვიცი ხა, არ გაწყენინე და ჩემთვის ნამდვილად არ არიან. მე ისეთ ეპოქაში გავიზარდე, სადაც რამაზ ჩხიკვაძის სპექტაკლებს უყურებდი, უსმენდი და ასე შემდეგ და დღესაც იმიტომ კი არ მაქვს მოთხოვნილება ძველი სპექტაკლები რომ ნახო. ჯობია ხარისხით, ელემენტარულად და ეგ არის, მორჩა, მეტი არ უნდა ბევრი ლაპარაკი. არაფერი, ხო? ზუსტად იმის თქმა მინდა რომ იმ მსახიობების ეპოქაში გამოზდილი ხალხი, რასაც უყურებდით და უსმენდით, დღეს ახლა ამათი მანჭვა გრეხვა, ამათ გონიათ რომ რაიმე ავტორიტეტი აქვთ საზოგადოება. აი იმ რეგიონებში რომ მიდიან, გონიათ რომ საზოგადოება რეგიონებში საერთოდ არ იცნობს, არც უნდა იცნობდეს და პირიქით უკუ რეაქციას მიიღებენ. მაგრამ თემა რა არის, იცით რომ ეს არ არის მათი იდეა. ეს არის ერთ-ერთი სცენარიდან რაღაცა პატარა სცენა გამოყოფილი. ანუ ეს NGO-ების მეშვეობით ხო ახ თბილისში რაღაცა ყველაფერი გააკეთეს ხო იმერლების, გურულების, რაჭველების, ყველაფერი ჩამოიყვანეს, ანუ აქ ქალაქში ჩამოიყვანეს ყველა რეგიონებიდან, შედეგი ვერ მიიღეს. NGO-ები გაიტესტა, ჟურნალისტები გაიტესტა, ყველა და ყველაფერი რაღაცა რაც შეეძლოთ მოიწეს. ხო და დარჩა ახლა რაღაცა იმედად დარჩათ ხელოვანები, თითქოს რომ გონიათ მათაც და ამათაც შემსრულებლებსაც რომ საზოგადოება გაგიჟდება, აღშფოთდება და ესენი რომ რეგიონში ჩავლენ, მაშინ გაიგებენ თურმე რა ხდება სახელმწიფოში, თურმე რა დიქტატორია ქართული დღევანდელი ქართული ოცნება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არაფერი ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი, რომ ეს ხალხი, ანუ რაც წინასაარჩევნოდ არ გააკეთეს და ვერ გააკეთეს, ჩვენ ხო ვიცით რომ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია, ყველა წესისა და რიგის დაცვით პოლიტიკური პარტიები უნდა წაბრძანებულიყვნენ რეგიონებში და საზოგადოებისთან უნდა ესაუბრათ, მაგრამ მაშინ სხვა გეგმა იყო, სხვა ტაქტიკა იყო, სხვა სტრატეგია ჰქონდა, ევროპელებს უნდა გაეკეთებინათ ეს ყველაფერი და ეხლა დარჩნენ რაღაცა ამარად სახიობების, რომელსაც ოჯახის წევრების გარდა არავინ არ იცნობს და ამათ გონიათ, რომ იქ რაღაცა საზოგადოების წარმოიდგინე ხა რა უნდათ, ხარი უნდა დაუჭიროს საზოგადოებამ რეგიონებში, რომ ის საზოგადოება ქალაქში ჩამოიყვანონ და მოაწყონ რევოლუცია. ხელისუფლების დამხობაში დაეხმაროს. წარმოიდგინეთ, რამხელა ამბიცია უნდა გქონდეს და რა მე მიყვარს. რა ბრიყვი. საიდან გამომდინარე? ანუ ისეთ მაგარ მართლა ხელოვანებს არ ქონდათ ეს ამბიცია და დოის საიდან გამომდინარე? რატო გონია? ის ხალხი იყო რაღაცა ესე ძალიან თავდაბალი. არა ხო? და სოფლიო დონეზე მარტო საქართველოში კი არ იყვნენ და საბჭოთა კავშირში აღიარებულები კაცო. სოფლიოში აღიარებული მსახიობები ყავდა ძალზე თავდაბალი ადამიანები. და რა თქმა უნდა, გვიყვარდა და გვიყვარს და დღესაც ხვალეს და 100 წელიც რო გავიდეს, ვერავინ ვერ შეედრება და ვერც ახლოსაც ვერ მიუახლოვდება მათ შემოქმედებას, ხო? რაზეა ლაპარაკი. ამიტომ ეს ამბიციები ამ ხალხმა უნდა მოიცილოს და რაღაცა თავის საქმე აკეთონ, პროფესიონალები იყვნენ, თავის საქმე აკეთონ და თავისი საქმით შეაყვარონ ხალხს თავი, ხო? რა თავის საქმეს რო ვერ აკეთებენ. რო ვერ აკეთებენ რაღაცა საქმე, ხო? ძაღლიო შინარვარგოდა და ჯერ რა არის მსახიობი რომ ხარ ორი ვარიანტია ერთი მაგარი პოლიტიკოსი უნდა იყო ერთი მაგარი მსახიობი უნდა იყო რომ მე რაღაცა ფორმით შენ მოგისმინო ნუ პოლიტიკოსებად არ ვარგანან მსახიობებად არ ვარგანან ლაპარაკი მათ არიციან და რაღაც აზროვნებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ სცენა აქვთ ფული აქვთ ბიზნესი მშვენიერი ყველა პირობა შეუქმნეს დაედგათ სპექტაკლი დაედგათ რაიმე ახალი თანამედროვე სპექტაკლი შეუნაძეს დასცინაო ყვარყვარეთიო რობიკოზე ამბობდნენ მე არ მაქვს სპექტაკლი ნახე მაგრამ არ გამოვრიცხავ ისეთია ეს
ჩვენი ბატონი რობერტი. და რაღაც ესეთი გაეკეთებინათ, ხო? არა, ერთიც არის, უყურე, გაეკეთებინათ ერთია. მაგას იმიცემდა. რაშიც ეხლა იღებენ ფულს, ეხლა ხო იღებენ ფულს, რაღაც და მაგაში ისინი არ მიცემდნენ ფულს. უყურე თემა რა არის, მსახიობის ნიჭი რაში გამოიხატება? მაგალითად, შენ თუ ხარ რაღაცა დღეს ერთ სპექტაკლში, ერთ ფილმში სხვა პერსონაჟს თამაშობ, მე უნდა გქონდეს მაგის ნიჭი და უნარი, მე სხვა პერსონაჟის განსახიერება უნდა შეგეძლოს და ასე შემდეგ. მაშინ ხარ მსახიობი, თორე როდესაც ახლა ბუდიში მომითხოვია და ქუჩის ბიჭი თამაშობს, ეგ მსახიობობა არ არის. ბოზი რო ბოზს თამაშობს, მაშინ რა ქვია, გინდა სპექტაკლში და გინდა ფილმში, სერიალში, ხო? არც ეგ არ არის მსახიობობა. თავის თავს წარმოადგენენ, ამათ გონია თუ მსახიობები არიან და ეს საზოგადოებამ არის. ქუჩის ბიჭზე ვერ დაგეთანხმები. მოძებზე შეიძლება შევთანხმდეთ რა. ქუჩის ბიჭი არც ერთი არ არის მან. ნუ ახლა პირობითად მომყავს შემთხვევაში. და ანუ ისინი არ განასახიერებენ სხვა პიროვნებას და სხვა პერსონაჟს. რას თვითონ არიან იმის გარშემო ტრიალებენ და ამის გამო უნდათ რომ საზოგადოებას უყვარდეთ. არა, ეს არ მოხდება. ეს არის ძალიან დიდი სიბრიყვე. გავაგრძელოთ საუბარი და დაბრუნდებით კიდე. მაგ თემას. ეხლა ჩვენ საუბრობთ იმაზე თუ რა მოხდება მომავალში. მოდით ეხლა უფრო სერიოზული ანალიზი მოვცხოთ, იმიტომ რომ ეს გასაგები ეს არის უკვე მომაკვდავი კანქარა რო ჩერდება, ხო იცი და უფრო ნაკლებად რო ირხევა დაახლოებით ამ სტადიაში არის. მოდით ვლაპარაკოთ პერსპექტივაზე. ჩვენ უყურებთ რომ ტრამპი ვერ შვება ჯერ უკრაინის ომის გაყინვას, იმიტომ რომ პუტინზე ზემოქმედების ბერკეტები არ აქვს. რაც ტრამპმა თქვა რომ ტარიფებს დავაძებ პუტინის პროდუქციასო, არასერიოზულია, ბუნებრივია, იმიტომ რომ ამით პუტინი როგორც ჩანს და გამოჩნდა კიდეც არ გაჩერდება. პუტინმა უთხრა ტრამპს რომ მეო მინდა სერიოზული მოლაპარაკება. ანუ მას უნდა გარანტიები უსაფრთხოების და არა გაჩერება ომის უბრალოდ. მას უნდა ხელმოწერილი ამერიკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც წერია რომ უკრაინა იქნება ნეიტრალური და არ შევა, რაც დარჩება უკრაინისგან, არ შევა ნატოში. თუმცა აქაც აქვს პუტინს კითხვებით რომ 20 წელიწადში ერთხელ თუ იწვრება მართველი და მომდენო მართველი წინა მმართველის ხელშეკრულებებს როგორც ახლა ტრამპმა დახია ბაიდენის ყველანაირი ბრძანებულება ეს უკვე ეჭვს იწევს გარკვეულწილად, მაგრამ კაი გასაგებია. შემდეგ არის ესეთი იდეა, რომ ამ ტრამპის მოსვლის და გამეფების შემდეგ იწყება მცირე იმპერიათა და დიდი იმპერიების აღლომი. ამერიკა იმპერია და იმპერიალისტური გახდა უკვე, იმიტომ რომ იმას კი არ ამბობს გრენლანდიაში ადამიანის უფლებები ირღვევა და ამიტომ უნდა დავიპყრო. არა, ჭირდებაო. მე ბარემ არ დავიპყრობდი, მაგრამ დანიას რაც შემფეხად და ვერ უზრუნველყოფს იქ მშვიდობას და უსაფრთხოებას და მე მინდაო. პანამა ჩემიაო. მე რა რო კარტერმა რაღაცას ხელი მოაწერაო. არაფერი არ მაინტერესებს, ჩემიაო. ანუ ახსნის გარეშე როცა მიდის პირდაპირ რა ბაზარი. ხო, აქვე არის რუსეთი, დიდი იმპერია, ჩინეთი, დიდი იმპერია. თურქეთს ნუ დავივიწყებთ, მეგობრებო, რომელსაც საოცარი ტემპებია გაზდის ტერიტორიის სირიის ხარჯზე, ირანი, რომელმაც ახლა სამხედრო კავშირი და პირდაპირ ადრე არ ქონდა და ახლა პირდაპირ სამხედრო კავშირი აქვს რუსეთთან. ისრაელსაც ამერიკის დახმარებით ექნება ჰოლანდის სიმაღლები ხო აიღო, კიდე აიღებს რაღაცას. სირია არ წაიღო? სირია ხო, ნაწილი. ნაწილი თურქეთმა და ისრაელმა გაიყოს პრაქტიკულად რა. ხო და იწყება უკვე ეპოქა, სადაც არის უხეში ძალა გადამწყვეტი რა. მაქვს ერთი ადგილი და გადავინაწილოთ და ერთმანეთში რო არ ვიობოთ, მოვილაპარაკოთ. ჩვენი პერსპექტივა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ რაც მოახერხეთ ბოლო 3 წელიწადში არის, რომ უბრალოდ დავსვით შეკითხვები, რომ შეიძლება თუ არა საგარეო პოლიტიკა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს. აქამდე მსგავსი არაფერი არ ხდება. გავბედეთ რა, ანუ ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ აი თუ საქართველოს ინტერესები მოდის წინააღმდეგობაში ვიღაცის ინტერესები გაუმარჯოს საქართველოს ინტერესები. ხო, ანუ რატომ უნდა თქვა ამაზე, იმიტომ რომ შავა რა, იცი, ერთ ძალიან სამწუხარო რაღაცა ხდება ჩვენს თავს რა, რომ ჩვენ გამოგვეპარა მომენტი, როდესაც ევროპა არის უსუსური. ანუ ევროპა არის დაჩაჩანაკდა. ანუ ორ არის, ანუ ევროპა ჯერ კიდევ არის ძალიან ძლიერი ეკონომიკური კავშირი, რომელსაც აქვს უფრო და უფრო დაბლობი. არა, შავ ხურეასო. ანუ
იცი შეიძლება იყოს ეკონომიკაში და ისტორიაში ბევრი იყო სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო იყო ძლიერი ეკონომიკურად, ოღონდ სუსტი იყო რა სინამდვილეში და საჭირო იყო რაღაცა დრო მაჩვენა. თიხის ფეხებზე მდგარი გოლია. ანუ დრო მაჩვენა რომ მისი უკვე ასე ვთქვათ დაღმასვლა უკვე დაწყებული იყო და ევროკავშირი ჩინეთზე იყო ეგ ამბავი მე მგონი. ანუ 19 საუკუნეში აი ოპიუმის ომი ანუ თიხის ფეხებზე ვინ უწოდა ჩინეთს ეგა ფრანგებმა მე მგონი ვიღაცამ უწოდა. ანუ ხო ოპიუმის ომმა მეგაჩვენა რომ ჩინეთი რომელიც იყო უმდიდრესი სახელმწიფო ბრძანება მათ და მოულოდნელად მოუგეს ომი. იმიტომ რომ მთელი ეს ჩინოვნიკობა იყო კაიფში. ხო ყველა მართლა ოღონდ. და ეხლა რა ხდება რომ ჩვენ ახლა გვაქვს ჩვენ ჯერ კიდევ რაღაცებს ვაწობით რომ აუცილებლად რაღაცა ევროკავშირის ერთ-ერთი მაჩანჩალა წევრად უნდა ვიყოთ და სხვანაირად ვერც ვიქნებით რაღაცეების გამო იმიტომ რომ ხო მაგრამ იქ მაგარ წევრებსაც ერხევათ. ხო და არა მაჩანჩა. ხო და შალვა საქმეც მაგაშია მაგრამ მე ეს ტენდენცია მომწონს რა იმიტომ რომ შეხედეთ ახლა ჩვენ არ გაგვიმართლა ანუ არ გაგვიმართლა რას გულისხმობ არა შეხედეთ შერა იმპერიების ჩამოთვალი კი ზოგი დიდი ჩვენი მეზობლები არიან ხო ამერიკის გარდა ანუ შეხედეთ ანუ შერაც ამერიკის და ჩინეთის გარდა ანუ შერაც ჩამოთვალე სამი თან ყველაზე მილიტარისტული ნაწილი არიან ჩვენი მეზობლები რუსეთი და ირანი და რაც მთავარია და გვაქვს წყალებში ბედნიერი ისტორია მაგათან მაგაზო თან ჩვენ გვაქვს გამოცდილება ამათან ურთიერთობების და თან 1-2-ის გარდა 1-2 ბრძოლის გარდა უინმეს გონია რომ თურქებს შენი სამშობლო საიდანაც ხარ საკუთარი არ გონია ან კახეთი არ გონია ირანს თავისი და რუსეთს რაც გონია ძალიან კარგად ვიცით აი ეს ვისაც გონია რომ ეს ასე არ არის ძალიან ცდება ხო და შალვა სილა კარიბდა და მესამე რა არის არ ვიცი რა და შალვა ამაშია რა რომ საქმე ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია რა უნდა გაგრძელდეს ის პოლიტიკა რომელიც გვაქვს ანუ ეს რას გულისხმობს რომ არის ნება უკვე რომ გქონდეს განსხვავებული აზროვნება რა და ვიყოთ ელასტიურები და შალვაგაში და ეს იწევს იმას რომ ჩვენ გამოსავალს უკვე პოულობთ რა ანუ საზოგადოება ჩვენ ახლა ნუკრეს საუნდარ ანუ შევთანხმდით რა რომ აი ოთომამდა რომ საზოგადოებას უკვე აქვს რაღაცა ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ რა რომ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ რომ ოდესაც ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან რომ არიქა შევარდით აფხაზეთს დაარტყეთ იმიტომ რომ არიქა რუსეთს 20 ბრიგადა არ ყავთ რომ თქვენ მოგერიოთო ჩვენ ვეუბნებით რომ წადეთ ეგ ადრე და თლაი კარგი შედეგები და ისინი ხო მაგარ პასუხს გვეუბნებიან მე რა თუ მე პარტიზანული ომი გააჩაღო ხო და იმიტომ რომ შენ სამშობლოში შენ ქალაქში არ უნდა რომ გააჩაღოს ვიღაცა დებილი რო არის ის უცხოელი თავის ქალაქში გააჩაღოს პარტიზანული ომი რუსებთან შალვა თვითონ სულელი ხო არის როცა ვაგერ ყავს დებილი მისი აზრით და რო არ აღმოჩნდით ხო და ეს შალვა მათთვის მოულოდნელი იყო მეგობრებო დისკუსია კარგია რეკლამაც კარგია რეკლამა ამჯერად